და მათ აქვს ძალიან დიდი мотивация. მარნეულის მუნიციპალიტეტში იძულებით გადადგილებული 24 ოჯახი დღეს საცხოვრებელი სახლის გასაღებს მიიღებს. სამინისტროს ინფორმაციით დევნილებისთვის სახლების გადაცემის პროცესი აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წლის ბოლომდე იძულებით გადაადგილებულ პირების საკუთრებაში კიდევ არაერთი საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ. მარნეულში დღეს ტოლთა და განსახლების მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ჩავლენ. მარნეულში, სადაც იქ განთავსებულ განსახლებულ დევნილებს ასევე გადავცემთ ახალ რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ბინებს. აქ უკვე 24 ოჯახია. კრიტერიუმები ყველგან ერთი და იგივეა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის რომ ყველაზე ვარჩევთ უფრო მძიმეს. ანუ პირველ რიგში ვაძლევთ თუ გვაქვს მაგალითად პირობითად 10 ბინა და გვაქვს 100 ოჯახი მსურველი, მაშინ ამ 100-დან ჩვენ უნდა გამოვარჩიოთ პირველი 10 თავიანთი მდგომარეობის ხარისხის სიმძიმის მიხედვით. ეს უკვე მეხუთე ღონისძიებაა წლის განმავლობაში ბინების გადაცემის და საერთოდ ასობით ბინა არის, რომელიც გადაცემულია და გადაცემის პროცესშია. ასევე არის სხვა დიდი პროექტები, იგივე სუგდიდთან დაკავშირებით და სადაც საცხოვრებელი კორპუსები შენდება და საკმაოდ ბევრი ბინა იქნება, საკმაოდ ბევრი დევნილი იქნება დაგვაყოფილებული ბინებით.